ამ სეზონზე დავიწყე ჩემი საგვარეული კოშკის შეკეთება, შიგნით მინდოდა მომეწყო. საუბედურა და ზუსტად ამ დღეებში მე როცა უკვე მუშები მყავდა შეყვანილი, ჩამოინგრა ჩემს გვერდით კოშკი, ერთმანეთზეა მიტყუპებული, ცალი მხარი მთლიანადაა ჩამოშლილი და უკვე საშიშროება არის, რომ ჩემი კოშკიც დაიყოლოს და ამდენად შეჩერებული ვარ და ვეღარ ვაგრძელებე ამ სამუშაოს. ეს კოშკები გამწირულია დასამგრევად. ეხლა ერთი კოშკი დაინგრა და იმისი აღდგენა და იმისი გაკეთება არაფერს არ მისცემს, ხვალ მეორე დაინგრევა. ერთი კოშკი მთლიანად მოსწყდა ქავიდან და წავიდა დაბლა და მთლიანად ჩაიხერგა. წვიმა ისე ჩადის სხვა კოშკებში, როგორც გარეთაც წვიმს, ისე შიგნითაც წვიმს. ეხლა გადახურვის პირზე რო დაიწყებს თოვლი დნობას ბანებზე, გადამხოტი ხარავინ არ არის, არა, პატრონი არ არის მაგ დროს, არა? ისე დაიწყებს ჩასვლას ისით დნება და ჩადის ამ კედლებში, ღამე იყინება და ბერავს ამ კედლებსა. აი რუსი იმას გვეუბნება, აქედან გახვალთო, შატილიდან, აგე ფიჭვიდან გამოვედით, დაჯდნენ. შატილიდან გახვალთო, მან დავჯდებითო. უღელტეხილს იგით გადახვალთო, უღელტეხილზე დავჯდებით. შემოუშვათ, კიდე შევაჭამოთ ეს ჩვენი ტერიტორია.